გაატარე შაბათი დღე ჩემთან. ეს მე რამდენი თქვიცით. მოკლედ გაატარე შაბათი დღე ჩემთან ერთად. დღეს მივდივარ რეპეტიციებზე და მინდა რომ ჩავიდე ვარჯიშზე, რომ მე ამ ვარჯიშიდან 2 კვირა დავისვენო. ადამიანმა ყავა მიყვარს, უნდა თქვა სულ სუმბათას არ სვამ. ეხლა გაჩვენებთ ჩემს ახალ ჰობს. ეს არის ვინილების შეგროვება, ოღონდ წელიწადში 1-ის ან 2-ის რა, იმიტომ რომ ფირფიტასაკრავი არ მაქვს, როგორც ხედავთ და ცოტა ალოგიკურია ეხა ვინილებში ძალიან ბევრი ფურის ხდა. უცებ რატომღაც 3 შადე მაქვს სახლში და მინდა გითხრათ რომ ვუსმენ ჰიპ-ჰოპს და R&B-ს. გუშინ გავაკეთე პრესები, მინდა გითხრათ რომ მუცელი უკვე მტკივა. და ყოველდღე თუ გავაგრძელებ, იქნებ ზაფხულისთვის მუცელი ოდნავ გამომაკეთოს და ყველა ვიდეოს კომენტარებზე არ მიწერო მე რა ორსულად ვარ თუ არა. ესე იგი სიცოცხლე მოგინდება, ისეთი ხედია. ხუმრობ ხალხო, ესე გავიზარდე და ეს ჩემთვის ძალიან ნორმალური ხედია. დეპრესიაში ვერ ჩამაგდებს ვერანაირად. ერთი რამე ჩემზე, სულ მაქვს ფილმი ჩართული, რომელსაც რა თქმა უნდა არ ვუყურებ, უბრალოდ ჩართულია. ამიტომ ფილმების უმეტესობა ნანახი არ მაქვს. ანუ ის რაც ნანახი მაქვს, იდეაში ნანახი არ მაქვს, იმიტომ რომ ესე ფონად მაქვს ჩართული, სიმართლე გითხრათ. და ეს არის გამოწვეული იმისგან, რომ ოთახში მარტოობა არ ვიგვიცნო და სიწყნარე, იმიტომ რომ სიწყნარე არ მიყვარს. ჩემთვის ძალიან კომფორტული იყო ყოველთვის ესეთი დილები, რომ ვიღვიძებდი და აი მეორე ოთახიდან რაღაცა ბებია ჩემის, დედა ჩემის, მამა ჩემის, რაღაცა ანუ ხმები რო ისმის, რომ აი ადამიანები რაღაცებს ამზადებენ. ანუ ეს იყო ჩემთვის ყველაზე კარგი დილა რა. ანუ ქვედა სართულზე სოფელში რო ვიყავით და რო იცი რომ მეორე სართულზე ხარ შენს და ქვევის ჩახვალ და რაღაც ციტბო დაგხვდება და საჭმელი დაგხვდება და ხალხის ხმა რო ისმის, ეგ ყველაზე კაი დილა მართლა და ანუ ეგ რომ მიყვარს მაგის გამო დილას რო ვდგები ხოლმე აუცილებლად ვრთავ რამეს ფილმს, რომელსაც არ უყურებ, უბრალოდ ხმა რომ ესმოდეს. მინდა უთხრა ტაკის მადლობა იმისთვის, რომ სუმბათა გამასინჯა და ნათიას მადლობა იმისთვის, რომ მამა რაგებს ამყავით ღმერთო, ისეთი გემრიელია ხალხო, არ ვიცი. სად ვიყავი აქამდე და იმ ყავას რასაც ვსვამდი, მაგას ყავას რანაირად ვეძახდი საერთოდ, აი არაფრის გემო რომ არ აქვს. 2-2-ზე? დიახ, 2-2-ზე. ეხლა არის 2.5. მე ცეკვაზე უნდა ვიყო 5-ზე, ვარკეთილიდან უნდა გავიდე 4-ზე და 4-ზე რომ გავიდე ვარკეთილიდან ვარჯიში უნდა ჩავიდე, ესე იგი 3.5-ისკენ. ანუ დავიჩქარო 51 კილო ნავარჯიშები ტანი და 51 კილო არა ნავარჯიშები ტანი ძალიან სხვადასხვანაირად გამოიყურება და მე მინდა მქონდეს 51 ნავარჯიშები ტანი. სხვათა შორის მქონდა სიგამხრის კომპლექსი. ეს ალბათ ძალიან მარტივი მისახვედრია. იმიტომ რომ ეხა მომატებული ვარ. არა ხალხო მართლა ჩემს ვიდეოებს რო უყურებთ რაღაცებს, ანუ მარტო თმა და თვალები ვარ ყველა ვიდეოში. ნამდვილად დასაბოლინგებელი ვიყავი. არ გამტყუნებთ არავის. უბრალოდ მეძიწყებით. ეგრევე 3 წლის ბავშვი რო ვიშვილო. ამართლა, ანუ აი 2 წლიდან უკვე მომწონს ბავშვები. ისიც მომწონს რა მოსაფერებლად, მაგრამ მოსავლელად არა. ზედმეტი 3 წლის ბავშვი ხომ არ გყავთ? გინდა გითხრათ ყველაზე ცუდი საუზმე რა არის? 3 მოხარშული კვერცხი. აი დღეს რა მიფუჭებს ხოლმე იცი? კარგად რო ვარ, ან რაღაც ნორმალურად რო ვარ და ირო გაიხედა და გვერდზე სადღაც კითხო დამკრძალავი ბიურო და ნომერი, აი არ მინდა რა, ნუ მახსენებთ. მოკლედ ბევრად თავისუფალი დღეები მქონდა აქამდეც და ბევრად ის რა ქვია, კარგი ამინდიც იყო იმისთვის რომ დარბაზში ჩავსულიყავი რა. მაგრამ ნუ დღეს გადავწყვიტე და ეგეც ახლა თავის გამართლებაა რაღაც ამბავში, რა თუნა ვარჯიშს, კაი ამინდი. ანუ მანქანით ჩადიხარ მაგ და გადაკოფე მანქანა ჩაეთრიე რა. ვის ატყუებ? დააბრალა ეხა სიზარმაც. Bad man always need bad girl. Hey!
და 2 და 3 და 4 და 7 და 8. უფრო მეტი ვნება მეგობრებო. 5 ბუმ. ქა ქა და ბუმ. ჰა საჯდომი. 2 თავი. ზევი და იუ იუ. 2 წამი დაგრჩათ და შევდივართ ჯგუფებში. ამიტომ თქვენი ტრიო მანძილი შეკარით. 3-3. სარკისკენ ცეკვავთ ჯერ. მოკედ მოვედი სამოაღწია სახლში. ეხა არის დაახლოებით 9 საათი. შევიწვი კვერცხი. კაი ხო. შევიწვი კვერცხი, რომელიც დიდად არ მიხარია, მაგრამ გადაწყვეტილი მაქვს, რომ კვებას მივხედო და ცოტა ფორმაში ჩავდგე, თან მოვიმატო. მაგრამ თან მომატების მომენტში ცოტა რომ ვივარჯიშო რა. მოვიტან რაღაცები, საყიდლები, 60 ლარი დავხარჯე, ოღონდ ეს 60 ლარის რაღაცები რა არის, არ ვიცი, მაიონეზი, ყველი და რაღაც ეგეთ რაღაცები, ანუ საჭმელიც არ არის რა. მისაყოლებელი რაღაცები, აი მე პურდა მეწო. გადაწყვეტილი მაქვს, რომ სერიალს ჩავუჯდე, რომელიც ძალიან კაი სერიალია. ვისაც გიყვართ ცოტა თრილერი, რაღაცა მკვლელობები და რაღაც მოგეწონებათ ტურას, რა ქვია? ტურის დღე. ქართულადაც დევს რაღაც საიტებს და შეგიძლიათ ნახოთ რა. ეს არის ძალიან გემრიელი რაღაც. არ ვიცი, თქვენ დამუღამებული გაქვთ თუ არა, მაგრამ მე უკვე 2-3 წელია იშვიათად ყიდულობ ხოლმე, მაგრამ მაინც ძალიან გემრიელია რა. ბადრიჯნის ხიზილალა ორნაბიჯში არის და კიდე ნიკორას მაღაზიებში თუ არ ვცდები. უგემრიელესია ხალხო. შაბათის საღამოები ძალიან მიყვარს, იმიტომ რომ ვიცი რომ კვირას არსად არ მივდივარ. ანუ უეჭველი მივდივარ ხოლმე სადღაც, მაგრამ სავალდებულო წასასვლელი ადგილი რომ მაგ ძალიან მაწყობს ეგ ამბავი. ვაიმე, კოკა-კოლა მქონია. იმაზე დიდი სიამოვნება არაფერი არ არის, როცა სახლში მიდიხარ და ზუსტად იცი რა უნდა ჩაირთო. ვაიმე, საძებნი რო არის და ჩაირთე და უყურე ერთი თვე თუ გინდა. სანერვულო არაფერი არ არის. კატა, მოდი აქ. აი, მან დარახტე. ეს იყო ჩემი შაბათი დღე. შეძლებს დაგვარად გადავიღე, ვერ ვიტყვი რომ ყველაფრის გადაღება მოვახერხე, მაგრამ ხო უმეტესად ეს იყო რა. მაგრამ ხო ძირითადად ეს ხდებოდა რეპეტიციები, ვარჯიში, ჭამა. ეს არის ჩემი საყვარელი სნექი, ამიტომ ვცდილობ ხოლმე ჩემი თავი ამით დავისაჩუქრო. მაგრამ მე მგონი დააპატარავა ეს უფრო დიდი მახსოვს რა იყო. კვირაში მარტო ერთი დღე ვისვენებ რა და ცოტა რთულია ხოლმე, იმიტომ რომ ან დასვენებას უნდა დავუთმო მართლა ეს ერთი დღე და ან გართობას და გასვლას რა და თუ ერთობი და გადიხარ, მე უკვე დაღლილი ხარ ორშაბათიდანვე რა. მაგიტო ცოტა რთულია და ხოლ ფიქრობ რომ სახლში დავრჩები და სახლში გავირთობ ჩემ თავს. ზოგადად აქ არ ვზივარ ხოლმე ესე რა. უბრალოდ ეხა არიან კობას მეგობრები მოსულები და რაღაც თამაშს უყურებენ და სპორტერი ბოლო რაღაც რაც მატარდებს ზოგადადაც და განსაკუთრებით შაბათ საღამოს. მკვლელი ვერ ვიქნებოდი. მაგრამ იმიტომ რომ ამიგრე ვერ ვინერვულობ ყოველ დღე რომ ვიცი რომ შეიძლება ეხა დღა მიჭირონ. რეალურ ცხოვრებაში ფლირტაობა გამოვდით? მე არა. როგორც მახსოვს, არა. ანუ ყველა სისულელეს ვლაპარაკობ. ანუ ვინმე თუ მომწონდა, ისეთ სისულელებს ვაბერტყებდი, რომ ჯობდა რომ სულ გავჩნებულიყავი. და ვინც არ მომწონდა კიდე რა აზრი აქვს. დაგემშვიდობებით შაბათის საღამოდან და გისურვებთ ბედნიერ კვირა დღეს. ისე როგორც ბედნიერ ყველა დღეს. რა თქმა უნდა, თუ იმსახურებთ, თუ არ იმსახურებთ, არაფერსაც არ გისურვებთ. ნახვამდის.